დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო გვემსჯელა იმაზე, თუ როგორ ვაგრძელებთ მუშაობას საარჩევნო გარემოს შეცვლაზე, კონკრეტულად გვემსჯელა იმაზე, თუ რა ფორმით მოხდება მიღწეული პოლიტიკური შეთანხმებების ასახვა კანონმდებლობაში და როგორ გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას. ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნება სარედაქციო ჯგუფი, რომელშიც შევა შეთანხმების მონაწილე ყველა კვალიფიციური პარტიის წარმომადგენელი და ამ ჯგუფის ამოცანა იქნება ერთად გადაიტანონ მიღწეული პოლიტიკური შეთანხმებები კანონის ენაზე, გადაიტანონ ქაღალდზე, ისე რომ შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდეს ზაფხულშივე ამ შეთანხმების და ამ დოკუმენტის გაგზავნა ვენეციის კომისიაში საერთაშორისო ექსპერტიზისთვის და შემოდგომაზე უკვე პარლამენტმა იმსჯელოს მის კანონად ქცევაზე და მიღებაზე. ამიტომ უახლოეს დღეებში ასეთი ჯგუფი შეიქმნება და ყველა კვალიფიციური პარტიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას საბოლოო ტექსტის შემუშავებაში. ეს არის უშუალო გადასადგმელი ნაბიჯი. რაც შეეხება თვითონ შეთანხმებას, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან ზოგადად ამ პოლიტიკურ შეთანხმებაში ასახულია ყველა ის საკითხი, რომელიც წლების მანძილზე იყო მსჯელობის და დებატის თემა ხელისუფლებას და უმრავლესობას შორის. წლების მანძილზე იყო მსჯელობის თემა, რამდენად ჰქონდა ოპოზიციურ პარტიებს ფინანსური რესურსი სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის. ამ შეთანხმებით ეს საკითხი გადაწყვეტილია და ოპოზიციას ფინანსური პრობლემა, არც ერთ მონაწილე პოლიტიკურ პარტიას ფინანსური პრობლემა აღარ ექნება. წლების მანძილზე იყო მსჯელობა, რამდენად ადეკვატურად იყო პარტიული ელემენტი წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ამ შეთანხმებით ეს საკითხი გადაწყვეტილია და პარტიული წარმომადგენლობა პარლამენტში გაიზრდება 32 ადგილით. წლების მანძილზე იყო მსჯელობა, რამდენად თანაბრად და ობიექტურად მიმდინარეობდა საარჩევნო კამპანიის გაშუქება. ამ შეთანხმებით ეს საკითხი გადაწყვეტილია და იქნება სპეციალური მედია მონიტორინგი, რომელიც სრულად გააკონტროლებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს მედიას. ანუ თუ შევხედავთ შეთანხმებას კომპლექსურად, დავინახავთ, რომ ყველა საკითხში, რასაც წლების მანძილზე აყენებდა ოპოზიცია, მიღწეულია რეალური პროგრესი. რეალური პროგრესი ექნება ოპოზიციას ეყოლება მეტი წარმომადგენლობა პარლამენტში, მას ექნება უკეთესი ფინანსური საშუალება ნორმალური კამპანიის ჩასატარებლად, მას ექნება შემცირებული საარჩევნო ბარიერი და მას ექნება თანაბარი მედია შესაძლებლობები ყველა სხვა პარტიასთან. ამიტომ თუ შევხედავთ და შევაფასებთ ამ პროცესს მთლიანობაში, მე ვფიქრობ, რომ შეთანხმება ნამდვილად არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი უფრო დემოკრატიული და თავისუფალი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად.